ყველა თქვენგანი გაიგებდით, გამოვიდა Google-ის ხელოვნური ინტელექტის Gemini-ის ახალი ვერსია, ეს არის 3.0 Pro, სრულიად სიგიჟე მოდელი, მართლა ძალიან სერიოზული, უდიდესი ჰაიპია ამაზე მთელ მსოფლიოში. ამ ვიდეოში მე ვეცდები, რომ გარკვეულწილად გაგარკვიოთ, რას ეხება საქმე, მნიშვნელობა არ აქვს, ტექნიკური ადამიანი ხართ თუ არ ხართ ტექნიკური ადამიანი, ჩახედული ხართ AI-ის სამყაროში თუ საერთოდ ზოგადი წარმოდგენები გაქვთ მხოლოდ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ Gemini-ის ხელოვნური ინტელექტის ეს ახალი ვერსია გამოირჩევა შემდეგი ძირითადი პუნქტები. პირველი, მულტიმოდალური აღქმა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოდელს ერთნაირად კარგად და საფუძვლიანად შეუძლია გაიგოს ჩვენ მიერ მიცემული ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო თან დიდი, საკმაოდ გრძელი და გაანალიზოს და დაგვიბრუნოს პასუხი. მეორე ეს არის აგენტურის შესაძლებლობები, რომელიც დაემატა Gemini-ს, რაც გულისხმობს იმას, რომ შეუძლია ძალიან საფუძვლიანი მოქმედებების განხორციელება სხვა ლოკაციებში, მაგალითად კალენდარი იქნება, მაილი თუ სხვა. მესამე ეს არის vibe coding-ი, ანუ კოდის დაწერის გარეშე ჩვენ მიერ აპლიკაციებისა და სხვადასხვა სახის ინტერფეისების შექმნა, რაშიც როგორც ამბობენ, არის ნომერ პირველი ამ წუთის მდგომარეობით და მეოთხე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის მსჯელობა. Reasoning-ი, ფიქრის სიღრმის უნარი, რომლითაც გამოირჩევა ნამდვილად ეს მოდელი, აკადემიური მსჯელობის უნარი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ნაცვლად ზედაპირული პასუხებისა მეტ სიღრმეში ჩავიდეს და უფრო საფუძვლიანი პასუხები დაგვიბრუნოს. ბაზარზე გვყავს სამი დიდი მოთამაშე. ეს არის OpenAI-ის ChatGPT, Google-ის Gemini და Claude-ის Anthropic. მე მინდა ზუსტად გავაანალიზო და კონკრეტულად გითხრათ, რა ხდება ამ სამი მოდელის შედარებისას. Google-ის ახალი ვერსიის გამოშვების გათვალისწინებით. ზემოთ რაც ჩამოგითვალეთ, ყველა benchmark-ზე იგებს ჯერჯერობით და საკმაოდ დიდი უპირატესობით Google-ის Gemini. ეს არის მულტიმოდალური აღქმა, აგენტურის შესაძლებლობები, vibe coding-ი და reasoning-ი, ანუ მსჯელობის უნარი. ხოლო რაც შეეხება ორ დიდ თემას, ეს არის ზოგადი ცოდნა და ეს არის კოდირება, ამ შემთხვევაში დაახლოებით იმავე დონეზე არიან როგორც ChatGPT და Claude. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით იმას, რომ Google-ის Gemini-ის ეს ახალი ვერსია 100%-ით ყველა benchmark-ზე იგებს, ყველა ასპექტით სჯობს ნებისმიერ სხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელს. თუმცა, განსაკუთრებით reasoning-ი იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ შემიძლია თამამად გითხრათ, თუ ადრე აპრიორიტეტებით ChatGPT-ის და პირველ რიგში მას იყენებდით. აწი თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის ეს ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი და უბრალოდ დატესტოთ. ნახოთ, როგორ პასუხებს დაგიგენერირებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან შესამჩნევია. და ბოლო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ჩვენი რეალობისთვის. ქართული კიდევ უფრო მაგრად იცის ამ ახალმა ვერსიის Gemini, ვიდრე აქამდე იცოდა. ესეც ძალიან გამოგადგებათ. შეგიძლიათ უფასოდ ეს მოდელი დატესტოთ Google AI Studio-ში ვებსაიტის საშუალებით მაგალითად, ან Gemini-შიცაა უკვე ხელმისაწვდომი და რამდენიმე სხვა ლოკაციაშიც.